ხატებიდან მირონდენა ხდება რუსთავში ჩვენს ოჯახში. 23 ხატიდან უკვე 1.5 ხდება მირონდენა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეზობელმა მოულოცველმა შვილკუდარმა დედამ ჩამოაბრძანა თავისი ხატი ჩვენთან. იმ ღამეს ჰქონდა ქალბატონს ხილვა და ესიზღვრა თავისი გარდაცვლილი შვილი, რომელმაც აუწყა სასწაულის შესახებ. ხატმა დილით იწყო მირონდენა. მანამდე გალაგებინებდი ქალბატონს მოხდარის შესახებ, მან უკვე იცოდა მოხდარის სასწაული. მის სახლში ხატი დღესაც აგრძელებს მირონდენას, ასევე გრძელდება მირონდენა სამ ოჯახში, რომლებსაც ჩემთან ყავდათ ხატები დაბრძანებულები. მომხდარის შესახებ ჩვენ ვამცნობთ ჩვენს მეუფეს იოანეს ვესტუმრეთ მეუფეს, რომელმაც მოიღო კურთხევა ჩვენს ოჯახზე, რომ მირონი მოულოცველებს სხდოს შუბლზე, ხოლო უნარშეზღუდულებს და ინვალიდებს სახლში გავატანოთ მირონი. უწყვეტ ნაკადად მოდიან მოულოცველები. მათი თქმით, აღევლინა რამდენიმე სასწაული. კერძოდ 25 წლის მანძილზე წმენა დაქვეითებულ ქალბატონს, რომელიც ყურის აპარატს ხმარობდა, დაუბრუნდა სმენა. 11 წლის და 8 წლის უშვილო ცოლ-ქმარი დღეს ელოდებიან შვილებს. 24 წლის ახალგაზრდა წამოდგა ეტლიდან. აგრეთვე ქრისტიანებს გარდა იყო მობრძანებული მუსლიმანი ქალბატონი, რომელიც 14 წელია უშვილოდ არის, რომელმაც თქვა, თუ კი სასწაული მოხდებოდა მის ოჯახში, გაქრისტიანდება. ერთ-ერთ ქალბატონს წინამძღვრის დედას შვება მიეცა მხედველობაზე. ასევე გვაქვს მეუფის კურთხევა მივაბრძანოთ მირონი ეკლესია მონასტრებში ბერებთან და მამაებთან, რათა მრევლს ეცხოთ მირონი და მიიღონ უფლის დიდი მადლი.
დღეს ხატების მოსალოცად ბრძანდებოდა საგარეჯოდან მამა გიორგი პავლოვი მრევლთან ერთად. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო ღვთაო შეგვიწყალენ ჩვენ. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო ღვთაო შეგვიწყალენ ჩვენ. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო ღვთაო შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსა, აც და მარადის და უკუნთკუნისამდე. ამინ. ყოვლა წმიდაო სამებაო შეგვიწყალენ ჩვენ. უპალო ვიხსენ და გვიხენეთ სოდათა ჩვენთაგან, მეუღეო შეგვიდა უჟილოებანი ჩვენი. წმიდაო მოიხლე განკურნე უძლურებანი ჩვენი სახელისა შენისათვის. უფალო შეგვიწან, უფალო შეგვიწან, უფალო შეგვიწყალენ. უფევა შენი იყავნება შენი ვით არცაც ადაშინეცა ქვეყნასაზე და პური ჩვენი არსობისა მომეს ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცაც ჩვენ ვეუდევ თანამდებთამა ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაზრდელსა არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს უფევა ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ რომელი დამკვიდრებულ არ შეწევნით და მაღლისათა საფარვესა ღვთისაზეცათასა განისვენოს ქვას უფალსა ხელის ამ პრობილი ჩემ ხარ შენ და შესევედრებელი ჩემი ღმერთი ჩემი და მე ვესალმას რამე თუ მაგ იხსნეს შესაფრისგან მისგან მონადირითისა და სიტყვისა მისგან გასაკდომელისა ეჩსაშრალი და მისტაკ პარვიდეს შენ და საგრესავთე და მისტაც ესვიდე საჯობად გარე მოგედგე შენ ჭეშმარიტება მისი არაგეშინო და შიშისაგან ღამისა და ისისაგან რო ვიფერნავ დღისი ღვაწლისაგან რომელი ვალბნელსაშინა შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუადღისა დაეცნენ მარცხენის შენს ათასეულნე ბევრელი მარჯვენის შენსა ხოლო შენ არა მიგიახოლნენ ხოლო შენ თვალით და შენ და ხედვით და მისაგებელი წოდვილთა იხილო რამე თუ შენ უფალო ხარ სასო ჩემდა და მაღალი ყოფიეს შესაბედრებლად შენ და არა შევდე შენ და ძვირი და გვემა არა მიახლოს საყოფელთა შენთა რამე თუ ანგელოს და მისთა და უბრძანებე შენთვის დაცვა შენ და ყოველთა შინაგზა და შენთა ხელთა მადაზე დაგიბრან შენ ნუსადე წარცექვასა პერხი შენი ასპისა და ვასილისხოსზე და ხვიდოდი და დაშტქუნო შენ ლომი და ვეშაპი რამე თუ მე მესვიდა და ვიქსნაგი და ვიპაროგი რამე თუ იცნა სახელი ჩემი ხმა ყოს შენ და მოდამე ვისმინო მისი და მისთანა ვიყო ჭირსაშინა ვიქსნაგი და ვადიდო იგი დღე გრძელობით გამბაძო იგი და უჩვენომას მაცხოვარება ჩემი დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსას და მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ ვითარცა სახსა ზაქესა შესვლით და შენით ქრისტე ცხოვრება იქნა ეგრეთე არ შესვლით და სამდელოთა მსახურთა შენთა და მათთანა წმინდა ანგელოს და შენთა და მშვიდობა შენი მომადლე სახსა ამასა და წყალობი აკურთხიგი აცონ განანათლენ ყოველი რომელი დაემკვიდრებიან მაშინა მშვიდობა ყოველთა შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდი და წყალობით და შენით და გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ მიერ მიეცეგებედრებით რათა გარდა მონკურთხევ სახსაზე და მხევლისათვის მარიკასი და ყოველთა ზედა რომელთა სულისმსახურებით უმკვიდრობა ამაშინა რათა მოავნო ანგელოსი შენი მოწყალე რომელი დაიმართოს და დაიცვას მათ ყოვლისა ბოროტისაგან წინამძღვარი ყოვლისა სათნოებასაზე და ახსულებად ქრისტეცა წმინდა და მცნებად და დაცმად და მათ და შიმშილისაგან ძვრისა დანთმისა ცეცხლისა მახვილისა ზედა დასმისაგან უცხოტომთაგან და ყოვლისაგან სიკვდილ შემოსაძე წყლულებისაგან მიმადლემან სიმტელი დღე გრძელობა და ყოველი ნაყოფიერება სხვა ყოველთა უფალო შეისმინდეს შეგვიწყალე ჩვენ რამე თუ მოწყალე და გასმოყარი ღმერთი ხარ და შენ და დიდებას აღმავლენ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნთკუნისამდე ამინ ქრისტემა ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეოხები და ყოვლად უხსნელისა დედისა თვისისა და წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოცი ქულთა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახი ერარს და კაცთ მოყვარე ამინ იკურთხება სახლი ესე სულობით აიაზმისათა სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა აც და მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ რა სიცოცხლე ამანახე რამდენი კაპეტი მოგიტა ჩემი გაკეთებული ნაშიგია და ვაჭუკი ბარბარეს ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ ხელ საქართველოს არ მოაშოროს ღმერთმა ღვთის მადლი რასაც ჩვენ ვხედავთ აქ და
ეკლესიებში და ყველგან ეს განსაკუთრებული ღვთისმადლის გამოვლინება, რასაც ქვია მირონდენა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სურნელოვანი მაინც მირონდენა იშვიათობას წარმოადგენს. მაინც და ეხლა გეუბნებით, ეს არის ღვთის დიდი მადლის გამოვლინება რა. აი ესეთ ურთულეს მდგომარეობაში მყოფს ქვეყანა, ხალხს იმყოფება გაჭირვებაში, ვალებში, საწორკვეთაში, იქ შერყეული ჯანმრთელობა, ყველაფერი ერთად რა. ეს ნუგეში არის, ეს არის ღვთის ნუგეში. აი იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ იმედი და სასოება რა. ამით ღმერთი ამბობს, მე თქვენთანა ვარ. ამიტომ აი მახსოვრეთ გაგდეთ. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა ღვთისმადლი არ მოაშოროს თქვენგან სულიად საქართველოს და ჩვენ რუსთავში ვემყოფებით და ჩვენი ძვირფასი მეუფე იოანე გამრეკელის ლოცვა მადლი არ მოაკლოს ღმერთმა ჩვენგან. ამინ. ამინ. დაგლოცოთ ღმერთმა. მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ჩვენ დავიბადეთ საქართველოში, მართლმადიდებელ ქვეყანაში და განაზიარნი ვართ აი ამოდენმე ბევრი სასწაულისა რა. და თქვენ ალბათ ყურადღება მიაქციეთ, რომ მსგავსი მაინც მადლიანი სასწაული მაინც და მაინც დიდებულ და მდიდარ ოჯახებში არ ხდება. ცით ამაშიც არის ღვთის განგება რაღაცა რა. ამიტომ გეუბნებით რა, ღმერთი მოწყალია და დიდია ღვთის ნუგეში, განსაზრდელი ჟამს. და ამას ჩვენ გრძნობ და მომავალშიც თანაზიანი ვიქნებით კიდე ბევრი ღვთის სასწაულის და ამისა. ღმერთმა დაგლოცოთ. ხშირი ზიარება. რაც შეიძლება ხშირად უნდა ეზიარო. ოჯახის წევრებმა შენიშნეს ოჯახის პატარა წევრს კაბაზე ძივის დროს გამოისახა ჯვრები. ხატებს მოიახლეს სასულიერო პირების სხვადასხვა ეკლესია მონასტრებიდან, კერძოდ ზამასხეობიდან იყვნენ ბერების, სქემოსანი დედაოები. არაერთხელ გქონდა შეხება მარტყოფის ღვთაების მონასტერთან, კერძოდ მეავიტანი მირონი მეუფე სვიმეონის ეპარქიაში, წინამძღვარ ზაქარიასთან, ყორანქედზე მამათა მონასტერში. მირონი მიუბრძანი არქიმანდრის მამა სოკრატეს, ასევე ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მივიტანეთ მირონი. საოცარი ის არის, რომ ხატებს თავიდან დაიბურებიან, წვეთები უთუჩნდებათ მირონი, შემდეგ ეწყებათ მირონდენა, ჯერ კედლები სველდება, შემდეგ ჩამოვართ თასებში და თასში კიდე ხდება მირონდენა. ყველა მირონს განსხვავებული სურნელება აქვს. როგორი ბედნიერები ვართ ჩვენ, რომ დაბადებული ვართ საქართველოში, ყოველთვის ღვთისმშობლის წილფრეთ ქვეყანაში. მსგავსი საოცრება კიდე სად არის, რომ აი ამ ღვთაებრივი ხელთუქმნელი ზეთი მირონითა მე უნდა გიცხო ეხლა თქვენ
არის ეს ზეთი. ხელთუქმნელი ღვთაებრივი ზეთი. და ისეთი სურნელოვანი რა. როგორი ბედნიერება ვარ, ჩვენ რომ მართლმადიდებლები ვართ. აი ახლა ბევრი ხატიდან გასდის, მაგრამ აი ყოველდღე მინდა ღვთისმშობლის ხატიდან. თქვენიც ეს არის სწრაფშემსმენელი ამ ხატსა რა. და აი ამ ხატიდან გასდილ მირონით უნდა გიცხოვროთ თქვენ ზეთი. შემო მარიკა გაგაძლიეროს და ძალა მოგცეს შენ რომ გადაიტანო ეს ცხოვრებისეული და სხვა გასაჭირები რა. ღმერთმა დაგლოცოს რა. ჩვენი ბარბარე კიდე დალოცვილი იყოს და მრავალჯერ კიდე. ამინ. წელიწადში რაც მე სასულიერო პირე ვარ, რაც მე ზეთები მე ნაკიდი მაქვს, რანაირი სულელოვანი ზეთები, მსგავსი ზეთი ისუნი არ გამიგე არასდროს რა. ესეთი საოცარი და ღვთაებრივი სულელოვანი ზეთი რაც. აი ვაღიარებ მაგას რა. დიდება ყველაფრისათვის და ღმერთმა დალოცოს საქართველო. ამინ. ამინ.